ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ზურაბ ჭედიას ნახატები გამოიფინა. ჭიდილი ასე ერქვა მხატვრის საავტორო გამოფენას, რომელზეც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებულა. სიმბოლურად მხატვარმა 60 და ცოტა კიდევ მეტი ნამუშევარი წარმოადგინა. ძირითადად დევნილობის პერიოდში შექმნილი ნამუშევრებია, როგორც თვითონ ამბობს, მაგრამ აფხაზეთის ზღვის, ნოსტალგიის და მონატრების თემა ძირითადია ამ ნამუშევრებში. მხატვარი ნამდვილად გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური ხელწერით, არაჩვეულებრივი ფერებით. ვისურვებდით, რომ ასეთი მაღალი დონის გამოფენები ჩვენ საგამოფენო დარბაზში ხშირად გამართული იყოს. საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ძალიან ესე იგი დიდი სიყვარული, დიდი პროფესიონალიზმით შესრულებული ნამუშევარი, მრავალი სურათი. დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ზურაბს, მის განვითარებას როგორც მხატვარს და რაღაც ჩამოყალიბდა. ძალიან საინტერესო მხატვარი და მინდა მიულოცო ეს. გამოფენა მხატვრის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. სწორედ ამიტომ ექსპოზიციაზე სიმბოლურად 60-მდე ნახატი გამოიფინა. განსაკუთრებული ნახატი არ აქვს, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს, განსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში მაინც აფხაზეთს უკავია. 60 წელი შემესრულდა და თავისთავად ხადია, ანგარიში უნდა ჩავაბარო ჩემს ძმებს, მხატვრებს. მინდა რომ წავდგე ჩვენი საზოგადოების წინაშე პირნათლად, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არა ვარ და პირობები არ მაქვს იმ ყველაფრის, რაც აფხაზეთში მქონდა, მაინც ვაგრძელებ მუშაობას და მუშაობ შემოქმედებითად და მინდა რომ განვაახლო ჩემი შემოქმედება. ცხოვრება იცვლება თავისთავად და მხატვარი და შემოქმედი იმისაა, რომ ცხოვრებას უნდა გაუსწოროს თვალი და უნდა იყუროს წინ. თუ უნდა შემოქმედებითი ზრდა, თუ ადამიანი ჩაიკეტა მithomedes ხელოვანი თავის თავში, არ გამოუვა ხელოვნება და ამიტომ ღმერთს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რომ რაც მოგცა, იმ ყველაფერს უნდა მოუვარო და მივხედო. სტილური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ზურაბ ჭედიას ნამუშევრებს ერთი საერთო, მტკივნეული და სევდიანი ხაზი გასდევს: აფხაზეთის მონატრება.